გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. დღე მშვიდობისა გქონოდეთ. თქვენს წინაშე დღეს ვართ ასევე სამეული ბატონები ოთარ ჭითანავა, თორნიკე კივილაძე და მოგესალმებით. მე ბექა თავბერი კაპანაძე. თქვენს მსახურებაში ვიქნებით ასე ვთქვათ 50 დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. ვიცით რომ დინამიურად ვითარდება, პროგნოზსაც არ ექვემდებარება ხშირად, ძალზედ ქაოტურია ველი პოლიტარენაზე, როგორც საერთაშორისო არენაზე, სადაც გამოცდილი, გამობრძმედილი მზაკვარი მოთამაშეებიც პოზიციონირებენ და რა გასაკვირია, როცა ჩვენთან საქართველოში გაცილებით მოწყვლად გარემოში ამ რუკაზეც რომ მაინც და მაინც არაჩანს ისეთ გეოგრაფიაში, კი ბატონო, ჩვენთვის კურთხეულ მიწა-წყალზე საუბრობ, მაგრამ რუკაზედაც რომ არჩანს და ღირებულებას არაფერს წარმოადგენენ დღევანდელები განსაკუთრებით მისი მესვეურები, აი ასეთ ქვეყანაში რომ არა პროგნოზირებადი იყოს მიმდინარე მოვლენები. თუმცა კი რა თქმა უნდა, როგორც წმინდა წიგნი, ასევე ჩვენი პატრიარქი მოძღვრავს ხოლმე, რომ გველივით სიბრძნე და მტრედივით უმანკოება გამოიჩინეთო, იცით? მტრედივით უმანკოების გარეშე გველივით სიბრძნე დიქტატისაკენ, ტირანიისაკენ მიხავს მას ადამიანი და სიბრძნეთ ვერ კვალიფიცირდება და მარტო უმანკოება სიბრძნის გარეშე რა თქმა უნდა შეიძლება რბილად რომ თქვა სიბრიყვეთაც დაკვალიფიცირდეს კი ბატონო თორნიკე მე მინდა საიდან დავიწყოთ ახლა პრობლემა მრავალგვარია მრავალწახნაგოვანია იცით ჩვენი პრობლემა ქართველებისა ჩვენი ეთნოსის საქართველოს პრობლემა არასდროს არ ყოფილა აზიაციაში მე მგონი დამეთანხმებით ეს ახლო თუ შორეულ აღმოსავლეთის ასე ვთქვათ თურქულ ყარაჯაულ თარაქამულ ტომებით გარშემოჯარულ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ აწუხებდა საფრთხე და დიდი პრობლემა საშიშროება აი ამ დიდი წალეკვისა და ჩვენ აღვნიშნეთ მე აღვნიშნე კიდევაც საიდან მომდინარეობდა ეს საფრთხე და არა მაინც და მაინც ევროპიდან პირიქით ევროპა ხშირ შემთხვევაში კარგ ჩარაზული იყო და მადლიერებაც სათანადოდ არ გამოუხატავთ მათ რამე თუ ფრთიან ფრაზად იქცა რომ ჩვენს კედლებს და ჩვენს ბასტიონებს ასე ვთქვათ ციტადელს ასკდებოდნენ მტრები რომლებიც შემდეგ დასუსტებულნი ევროპას მიადგებოდნენ ხოლმე და აქ-აიქ ვიღაც ვითომ ჰეროიკული ევროპელი ისახელებდა თავს და ვაი იმ სასახელო ნამოქმედარსაც როცა ჩვენს მიერ მიძღვნილი ასე ვთქვათ ესეთი ვითარება ქონდათ ხოლმე წინ. იმას შემდეგ რა თქმა უნდა ვითარება შეიცვალა ხმლისა და ტყუის ეპოქა ჩაენაცვლა და უფრო წინ წამოიწია მე ვიცი ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება იდეოლოგიური ტყვიანფრქვევი და იდეოლოგიურმა ტყვიანფრქვევმა არანაკლები ქმნა რა თქმა უნდა რადგან ინდოქტრინაცია თავებისა ტვინებისა ხომ ადამიანების გონებისა ძალიან მსახურალ შედეგებს მოასწავებს ხოლმე და თვით მალიკვიდირებელი ხდება ადამიანებისთვის და თვითონ ეთნოსისათვის. რა სტადიაშიც და რა ხაზზეც ახლა სამწუხაროდ ჩვენ ვდგავართ. მე დღევანდელ ვითარებას ერთ სეგმენტში დავარქმევ ასევე მიგრაციულ ცუნამს. შეიძლება ასეც უწოდოთ, რამე თუ გუშინაც აღვნიშნეთ. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ესეთი პოზიცია და ვითომ გამკაცრებული რეგულაციები, რაც უფრო მეტად აქცენტირებს მათ ასე ვთქვათ შემოსვლის ლეგიტიმაციას, დამკვიდრებისას, წელიწადი კი არა ბატონებო. ერთ თვეშიც გამრავლდებიან ალბათ ეს ისეთი გვარტომია, ეს ვუტრირებ თავისთავად, მაგრამ ჩვენ ძალზედ დიდი საფრთხეები გველოდება. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან შემცირდით, გამომდინარე რომ შობადობა მოიკლო, გამომდინარე რომ გადინება დიდია ჩვენი შრომითი ემიგრაციის კუთხით, ხომ? შრომით ემიგრანტად აქციეთ თქვენ მეოცნებებო მთელი ქვეყანა. აი ყველაფერი აი მართლა ჯაჭვივით პროცესია
დიდი რისკების წინაშე ვდგავართ თქვენ ტელემაყურებლებს მოგმართავთ და რადიო მსმენელებს დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით თუნდაც ეს ახლა უკრაინელები კი ყველა ერს მივესალმები ყველა ასე ვთქვათ გასაჭირში მყოფს ხელს გაუწვდნენ მაგრამ ესენი ხომ მეომრები და გმირებზე არა გვაქვს ჩვენ საუბარი ამ ადამიანებზე რომლებსაც მრავალნაირი მუხლით გასამართლებულნი რუსეთის არმიამ რომ ასე ვთქვათ გამორეკა ციხეებიდან ხო მათ არაერთი ოლქი და ქალაქი აიღეს უკრაინაში საუბედუროდ შეიძლება ასეც ითქვას მოგვადგნენ ჩვენ და ჩვენ რაზეა საუბარი ჩვენ პაკისტანელები და რა ვიცი სომალი უნდა მივიღოთ აქ და ბანგლადეში და უგანდა და ავღანდა ასე შემდეგ ავღანეთი ყოფილი ბელურჯის ტომი ეს მოიხსენიებს ასე მემატიანე ხო ეს მადლობებს რომ გიძღვნით ხოლმე ეგრეთ წოდებული პრემიერი თქვენ აი შსს მივმართავ და ძალოვნებს აი იმ სხდომაზე რა სხდომასაც თქვენ ატარებთ ასე ვთქვათ თქვენი ქონების მართვის სააგენტო რომ ატარებს აი ასეთ სხდომებს და მადლობებს გიძღვნით რა მადლობებს ღებულობთ თქვენ მაინტერესებს ან კონკრეტულად სუსი რა მადლობებს ღებულობთ აი უბრალოდ ეს ხომ ეს ორი სფეროა და პლუს ამას სასამართლო რომლის პრივატიზაცია უშუალოდ ყველაზე მეტად მოახდინა მათმა საფიცარმა მათმა მთავარმართებელი ვინც არის ძალიან კარგად ვიცით მრავალი ეპითეტი შეიძლება შეუსაბამოთ ჩვენი ივანიშვილს რამე თუ თვითონ დააყენა ასეთ პოზიციაში თავი საკუთარი თავი იცით თქვენ კონკრეტულად რისკებს რითი აზღვევთ აი უბრალოდ მაინტერესებს აი ამ ქაოსს რომელიც საქართველოს ემუქრება რომელმა ქაოსმაც ევროპა წალეკა და არა მხოლოდ პაკისტანმა საერთოდ მთელმა აზიამ შეიძლება აღმოსავლეთმა შეიძლება ითქვას ამ მცირე ეთნოსის ქვეყნის მიმართ გაჩენილი საფრთხეებს რითი აზღვევთ მაინტერესებს ბექა სულ პატარა ჩანართი აუცილებელია სულ პატარა რეპლიკას ვიტყვი მივესალმები ჩვენს მაყურებელს ინგლისში დღეს ყველაზე პოპულარული სახელი არის მუჰამედი იმდენად ბევრი მუსლიმი დასახლდა ინგლისის სახელმწიფოში კი ბატონო გასაგებია საერთოდ ამრავლოს ყველაერი უფალმა ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არა ჩვენი დაქცევის ხარჯზე და რითი აზღვევთ ამ ყოველივეს და აბალანსებთ იმით რომ სრული კარტ ბლანში მიეცით მიგრანტებს სრული ასე ვთქვათ პაკეტით აღჭურვეთ და სტატუსით უბოძეთ და ფულადი სახსრებიც გაუჩინეს ოთარ ფულადი სახსრებიც ეს იქიდან მოდის არაერთგზის გვითქვამს ჩვენ ამ გადაცემაშიც კულის ყველგან აბსოლუტურად რომ 2018 წელს მარაკეშში მაროკოს დედაქალაქში ძალიან მოღალატეობრივად საიდუმლოდ წარაგზავნეს აი პატივცემულმა მეოცნებეებმა თავის წარმომადგენელი რომელმაც ხელი მოაწერა იქ მოაწერა ისეთ რაღაცას ხელი რომელზეც ხელი არ მოეწერებოდა ჩვენ გაქრობის პირას ყოფიერი ვართ და იქ ჩადებული იყო მრავალი პუნქტი რომ მიგრანტი მოგადგება თუ არა კარებზე საზღვართან უნდა უზრუნველყო ის აბსოლუტურად ყველაფრით წარმოიდგინე ღირსეული შრომითი ასე ვთქვათ პირობებითაც კი უნდა დაასაქმო ამ დაუსაქმებელ ქვეყანას აი ეს ვალდებულება აგვაღებინეს გასაიდუმლოებული ასე ვთქვათ ამ ვოიაჟებით რა პატივცემულმა დღევანდელმა კონსერვატორებმა ჩემო კარგო იცით რა მინდა გითხრათ ეს ყველაფერი ნათელია და ერთი რამ მინდა კიდევ აი როდის იყავით საერთოდ მართლები ან დღეს როგორ შეიძლება რაიმე წილნაყარი გქონდეთ სიმართლესთან ეს ადამიანები ჩვენ ყველას შეგახსენებთ და პატივცემულ მეოცნებებს მოგმართავთ რა დათვურ სამსახურს რომ მივწევთ ზოგნი ბრმად ზოგნი მართლაც შეგნებულ მეოცნებებზე თუ ცოტა სხვა საუბარი და თემატიკა შეიძლება გაიშალოს რითაც ეხლა ნამდვილად არ შევიწუხებ თავს იმიტომ რომ ყველაფერი ნათელი და ხელის გულზეა ეს ადამიანები გათხოვილ კაცს უწოდებდნენ ვინმე მიხეილ როტს რომელიცაც თანამდებობა არასდროს არ აკოდა
კი, რომელსაც ორჯერ გათხოვდაო, ხო? ან გათხოვილს რო ვამბობთ ეხლა მამაკაცის სქესის ადამიანზე, მას კაცი როგორ უნდა უწოდოთ? დღეს გამოდიხარ და ენა მამული სარწმუნოება და იქო გათხოვილი კაცი თავს დაგვასვესო იძახის ოცნების ხელისუფლება ბატონო ჩემო. და მთელი ის ფან-კლუბი კიდევ აი რაღაც ორკესტრირებულად და ზომბირებულად მე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, ერთხმაში მღერიან. ჩვენ აქ გვაქვს კადრები რა. ეს არ არის პრეისტორია და ჩვენცად აღრიცხვამდე. აი ამ ხნის განმავლობაში პარლამენტარებიც რომ იყავით და თანამდებობებიც არ გაკლდათ და რეალურად პატიმრები რომ ვიყავით ჩვენ და გვაკავებდით, როცა სიბილწე გარყვნილებას ვაპროტესტებდით ხოლმე. აი ის კადრები მე ვთხოვ ტექნიკურ ჯგუფს, ჩვენს პროდიუსერს, აქ რომ აი სწორედაც თქვენი სიამტკბილობისა ამ მიხეილ როთთან იხილოს ჩვენმა ტელემაყურებლებმა, რომ თქვენს ფარისევლობას არაერთს და ამ შემთხვევაში უფრო მეტად ასე თქვათ ფარდა აეხადოს. Er war ein sehr guter Reporter. Wird jetzt super. განსაკუთრებულად მივესალმები ჩვენ საბადიო სტუმარს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ როც მისი ჩამოსვლა, მისი სტუმრობა არის კიდევ ერთი გამოვლინება და დადასტურება ჩვენი მხარდაჭერის. 90-იან წლებში ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და ჩვენ ყველას გვახსოვს ის თუ როგორ დაუდგა მაშინ გვერდით ჩვენს ქვეყანას. გასაგებია, დიდი მადლობა ტექნიკურ ჯგუფს. 90-იანი წლები და შენ ჯერ რომელი 90-იანები გამოიარე პატივცემულო ირაკლი კობახიძე. 90-იანებში სად იყავი, ვინ იყავი საერთოდ? ეს შენი ბრალი არ არის, რადგან ასაკით არ ახარ დიდი, მაგრამ გაცილებით დიდი უბედურების წლებს რომ ეხლა გადიხართ და რა დღეში ჩააგდეთ თქვენი თავი და თქვენი ქვეყანა, ამას ელემენტარულად როგორ ვერაცნობიერებთ. ან ფან-კლუბო იხილეთ ეხლა რომ როცა დაჭირდებათ, მაშინ დაგიძახებენ გათხოვილ კაცს და როცა დაჭირდებათ, მაშინ პარტნიორები და ჩაფსკვნელები არიან ერთმანეთთან და მადლობლები, მადლიერებას გამოხატავენ. ესაა სწორედ მამონასა და ღმერთის მონება, მსახურება არ გამოვა. როცა ერთი ხელით ანგრევ, მეორეთი ვერასდროს ააშენებ. როცა ხანუქაზე დარბიხარ, როცა სიბილწეს უკმევ და გუნდრუქს უკმევ და იმრელსებზე დგახარ, დღეს რაც არ უნდა ლატენტურად იყო და შენიღბულად ვერ მოგვატყუებ და არ შევჭამთ ამ ფოჩიან კამფეთს, რასაც ქვია თქვენი ვითომ კონსერვატორობა და ვითომ ენა მამული სარწმუნოების, ასე თქვა, თავგადაკრული მიმდევრობა და პატრიოტიზმი. აი ეს მინდოდა მე თქვა და სათქმელი კვლავ მრავალია. საერთაშორისო არენაზე ჩვენ ვიცი ხანდახან კი არა ხშირად ვამზადებთ და გვაქვს ინფორმაცია თუ რა ხდება, რადგან რეზონანსულია ჩვენი ქვეყნის მიმართებაშიც და იქნებ ბატონ ოთარს ვთხოვოთ, რომ ამჯერად ბატონმა ოთარმა დაიწყოს ეს ყოველივე და დიდი სიამოვნებით მოვისმენთ, რადგან მისი ანალიტიკა ყოველთვის საინტერესოა. მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ძალიან საინტერესო შესავალი გაუკეთეთ ბატონო ბექა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის ის, რაზეც ისაუბრეთ აი ამ უცხოელების შემოსვლასთან დაკავშირებით და არსებობს ეს სპეციალური განკარგულება საქართველოს მთავრობის, დე-ფაქტო მთავრობის და ეს არის მართლა ძალიან დიდი საფრთხე. ერთი შეხედვით შეიძლება რაღაც უწყინარი გადაწყვეტილებაა, მაგრამ იქ ჩამონათვალში არის ქვეყნები, საიდანაც სოფლიოსთვის რეალური ტერორისტული საფრთხეები მოდის და ეს ახალი ამბავი არ არის ნამდვილად.
და ის რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს, ჩვენ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ჩვენი ხალხი აი ბოლო 10 წელია 200,000-კაცზე მეტი ადამიანზე მეტი არის გადახვეწილი სხვა ქვეყანაში. ბოლო 10 წლების განმავლობაში მილიონზე მეტი. და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა და ხელისუფლებამ იმის ნაცვლად რომ იზრუნოს ამ ხალხის უკან დაბრუნებაზე, აქ დამაგრებაზე და აქ დასაქმებაზე და აქ ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაზე მივიღეთ ეს ალტერნატივა სამწუხარო და დღეს ერთადერთი რაც მიხარია ამ სიტუაციაში რომ ეს ოცნების თავგადაკლული მომხრეები გამოფხიზდნენ სოციალურ ქსელებში ვკითხულობ რომ საქართველოს მთავრობა დროზე მიიღე ზომები აღკვეთე ეს უმსგავსობა როგორ შეიძლება ამათი შემოშვება. აი ეს არის სწორედ ჩემო ძვირფასო ოცნების მომხრეებო დასავლეთზე უარის თქმა, საერთოდ დასავლურ ღირებულებებზე უარის თქმა, მოყვება ეს ალტერნატივა, რაც შემოგთავაზა საქართველოს მთავრობამ. იმაზე თუ არს ვამბობთ, არ ვიცი, მაშინ ეს უნდა მივიღოთ, ხო? და ეს რა ფორმით მივიღებთ ამათ და როგორ იქნება აქ ისედაც ძალიან მძიმე სურათია იმის მერე რაც უკრაინაში დაიწყო ომი, აქ ძალიან ბევრი უკრაინელი და რუსი არის შემოსული, რომელიც პრაქტიკულად თითქმის მთელი მცირე ბიზნესი საქართველოსი მათ ხელშია და ჩვენი ხალხის ადგილი არ არის არც ერთ სფეროში უკვე, იმიტომ რომ ყველგან ამ ხალხს ვხედავთ. და ასე ადვილად ნეტა ჩვენ შევდიოდეთ თუნდაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ხო? მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქე, ჭირდება 2 წელი უნდა ჩადგეს რიგში, მერე 2 წლის თავზე გამოგიძახებენ გასაუბრებაზე და 100 გასაუბრებულიდან მხოლოდ 2-3 ადამიანს, ვისაც ასე გაუმართლა შეიძლება ითქვას, უშვებენ ამერიკაში. წარმოგიდგენიათ, ხო? ასეთი სირთულეა და მერე ხალხი ცდილობს სხვა მეთოდებით, იქით მექსიკის საზღვარი, მოგეთ როგორი გადასალახია იცით, მერე სამითვე საპატიმროებში და მთელი უბედურება, რაც გადააქვს ქართველ ადამიანს იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდეს. და ეს არის ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. ასევეა ისრაელშიც წინა გადაცემაში ვთქვი რომ მაგალითად მე ვიყავი რამოდენიმე წლის წინ და იქ ვერ მოვხვდი, იმიტომ მთელი რეისი გამოგვაბრუნეს უკან. თქვენ აქ დარჩენას აპირებთო. ვერანაირი არგუმენტაცია მე ვერ მოვისმე, მაშინ საერთაშორისო დიპლომატიურ ფონდს ხელმძღვანელობდი, უთხარი რომ მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, 2 კვირით ვარ ჩამოსული ქვეყნის სანახავად. არაფერმა არ გაჭრა. და ტყუილა, ესე იგი ეს ბილეთებზე გადაყრილი ფული, ეს ამ ხალხს, რომელსაც იქ უნდა შესვლა, ესე ძალიან ცუდ და ჩვენ ყველას გაუღეთ კარები, ესეთი კეთილები ვართ და მე 100 იწევს ესეთი რაღაც, ვხედავთ, ხო? ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე ხდება ასე მე მოწყობილების შემოსვლა სამწუხაროდ. და ეს არის მართლაც საგანგაშო სიტუაცია და არ ვიცი თუ დროზე მოეგება გონს ხელისუფლება მართლა კაი იქნება. რა თქმა უნდა. თუ არა, არ ვიცი, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოყვება. რაც შეეხება საერთაშორისო არენაზე მართლა ძალიან რთული ვითარება, გარდა იმისა, რაც უკრაინაში ხდება, გამწვავდა ურთიერთობები პაკისტანსა და ინდოეთს შორის, უკვე ღია დაპირისპირებას აქვს, სამხედრო დაპირისპირებას ადგილი, იმიტომ რომ ვიცით, რომ 2 კვირის წინ ძალიან მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 26 ადამიანი არის დაღუპული და იმ ქაშმირში სადაც რომლის 1/3 პაკისტანი აკონტროლებს და რომლის 2/3 აკონტროლებს თავად ინდოეთი, მაგრამ ის ვიცით რომ იყო ეს წყლის შეთანხმება, რომელიც სწორედ მსოფლიო ბანკის შუამავლობით დაიდო პაკისტანსა და ინდოეთს შორის, სადაც ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ეს წყალი თანაბრად იქნება განაწილებული ორივე ქვეყანას შორის და სერიოზული პრობლემები აქვს პაკისტანს წყლის რესურსების მოწოდებასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ პაკისტანის წყლის მომარაგების 70% სწორედ ამ ინდოს მომარაგებაზე მოდის, ამ მთელ ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას
პრაქტიკულად აი ამ წყლით მარაგდება და ეს იქ არის ძალიან ისეთი ნიადაგები, იქ არის ხშირად გვალვები და ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, იმიტომ რომ იქ შეიძლება რეალურად თუ ამ წყალს მიმართულება შეუცვალეს, შეიძლება სერიოზულ შიმშილის პრობლემას კი ბატონო, მცირე ჩანართი, აი სულ ერთი წინადადება დაუდგეს პაკისტანს. გეთახმებთ, ერთი წინადადებით უკაცრავად. აქ არის მეორე ვერსია, ბატონოთან, რომ ესე იგი ჩინეთის ინსპირაციას ხედავენ აქ ქვედადინებებში, რომ ინდოეთი ვიცით ჩვენ ახლა როგორი ჭარბი შეიძლება ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან მოსახლეობის რიცხოვნობით პირველ ადგილზე დგას გადაასრულა, უკვე გადაასრულა, რახანია გადაასრულა ჩინეთის მოსახლეობას. და ამ კუთხით ეს რიცხობრივად გადასწრება არ არის მხოლოდ ესე ვთქვათ ერთი შეხედვით ესეთი მარტივად დასანახი, ვიცი ჩვენ ფარმაკოინდუსტრია და სხვა ინდოეთს აქვს თავისი ბერკეტები და შეიძლება ამ ვერსიასაც კონდეს არსებობის უფლება. კი, იქ მას მერე რაც ეს შეთანხმება დაიდო და იმ შეთანხმებაში ძალიან ნათლად წერია, რომ რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ორივე ქვეყანას შორის, ესე იგი ეს შეთანხმება წყალთან დაკავშირებით, ეს არის ხელშეუხებელი და ეს არ უნდა დაირღვეს. მას შემდეგ იყო არაერთი საბრძოლო მოქმედება, სადღაც 3-4 ომი გადატანილი აქვს უკვე ინდოეთს და პაკისტანს და ეხლა უბრალოდ ინდოეთის ხელისუფლება თulis აუცილებლად რომ ეს წყალი გადაკეტოს და არ მისცეს საშუალება რომ პაკისტანმა მიიღოს წყლის ისარგებლოს ამ წყლით, რაც პაკისტანი თulis რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა, რაც ომის წინაპირობაა და უკვე არის სამხედრო შეტაკებები, არის სროლები, უბრალოდ ორივე მხარე თავს იკავებს იმისგან, რომ გაასაჯაროს რა მსხვერპლზე არის საუბარი და საერთოდ ეს პოლიტოლოგიის ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, რომელიც არის პრაქტიკულად გადაუჭრელი. ბევრი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ ძალის გამოყენების ან ერთი მხარის მეორეც დამარცხებით შეიძლება, რა ქვია, ამ პრობლემის მოგვარება და არა და როგორია ხა ორივე ბირთვული სახელმწიფოა, ერთს ყავს 1,600,000 ჯარისკაცი და მეორეს 700,000 ჯარისკაცამდე, ესე პრაქტიკულად თუ აქ ღია სამხედრო დაპირისპირება მოხდა, ამ პროცესში შეიძლება 2 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაებას, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე ალბათ ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება იქნება. და ის რაც დაპირისპირებებიც იყო ის სამი დაპირისპირება, ის მან ნამდვილად არ მოაგვარა ეს პრობლემა, უბრალოდ პრობლემა არის გაყინული და რადგან აქ არის ასევე ჩართული საერთაშორისო აქტორები ისეთი როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორია, ასევე ჩინეთი, რომელიც მხარს უჭერს პაკისტანს და ალბათ უკრაინასთან და რუსეთთან ამ იმომთან რაც არის ჩვენს რეგიონში პარალელურად ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ახლა მედიაცია. კი ბატონო, უდაოდ. და დრო გვიჩვენებს როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ყოველ შემთხვევაში ორივე მხარე სამწუხაროდ ჯერჯერობით მუქ არის მეტი და მართლაც სამხედრო დაპირისპირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცეცხლი გახსნილია, ამას ვხედავთ სამწუხაროდ დღეს ყველანი. კი ბატონო. ერთ სიახლეს დავამატებდი თქვენი ლებართვით. თორნიკე? რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა გამოაქვეყნა პოსტი სოციალურ ქსელ X-ში და მან განაცხადა, რომ ტრამპი არის ძალიან განაწყენებული იმით, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ტრამპს ადანაშაულებს იმაში, რომ ის არის ეგრეთ წოდებული deep state-ის ნაწილი, რაზეც ტრამპი არის ძალიან განაწყენებული. და ასევე ტრამპმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის არალეგიტიმური. კი ბატონო, და ფაქტობრივად ამით აძლევს სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას და მთლიანად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატები არ მისცემს ლეგიტიმაციას ამჟამინდელ ხელისუფლებას. და იმ კვირას მოხდება უკვე ეს მეგობარი აქტის ხელმოწერა. კი, კონგრესში და რა თქმა უნდა უკვე სარეალიზაციოდ მოხდება წარდგენა მე აღსრულებისათვის და კითხვის ნიშნებია როგორ აღასრულებენო. ჩვენ პატივცემულო ტელემაყურებლებო. ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს დაემატა კიდევ ქართულ ბანკის საქმეც, კი ბატონო. სანქცირება და ჩინოვნიკების ჩვენ ის კი არ გვახარებს არაერთ გზის მithkomს და იცოდეთ რა ძალიან კარგად რომ ჩემს ვაი თუ ვუი ხელისუფალს ეგრეთ წოდებულს თუ ნამდვილს აი იმას ვინც წესით ოფიციოზი უნდა იყოს მაგრამ ოფიციალურადაც არავინ არ აღიარებს თურქმენეთისა და ასე შემდეგ გარდა ხო ეს ჩვენ კი არ გვაბედნიერებს და გვახარებს ეს არის ჩვენი ტრამვა ეს არის ჩვენი ტკივილი ეს არის ჩვენი კიდევ დამატებითი და უფრო მეტად ასე ვთქვათ ბრძოლის мотиваცია რომ პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ სიტყვები და სადღეგრძელო თუმცა კი სადღეგრძელო ლოცვა და ლოცვის გაგრძელება ხშირად მithქოს სადღეგრძელოს დღეს კნინობითად უყურებენ ხოლმე ჭეშმარიტებას არ ქმევენ სადღეგრძელოს კი ბატონო სუფრას და ასე ვთქვათ ტრადიციებს ასე ვთქვათ ხას უსვამენ სადღეგრძელო ის არ არის თქვენ რაც გონიათ რა ვისაც ასე მიგაჩნიათ მაგრამ რაც შეეხება რეალობას და ჭეშმარიტებას ეხლა კანტმა თქვა ერთ დროს რომ ჭეშმარიტება იბადება კამათშიო კამათში არაფერი არ იბადება თქვენი ჭირიმით იქ მე თეოლოგებმა შეუსწორეს მას რომ ჭეშმარიტება კამათზე ადრეა დაბადებული ყველაფერზე ადრეა დაბადებული ჭეშმარიტება იყო უპირველეს ყოვლისა და მე დაიბადა ადამიანიც კამათი მე ჩვენი მონაპოვარია ჩვენი შემოქმედებაა შეიძლება ითქვას დისპუტი სხვა რამ არის მაგრამ როგორც რაც შეეხება კამათს კამათში თუნდაც დისპუტის სახე კონდეს მიცემული ხომ შეიძლება დაკარგო კიდევაც ჭეშმარიტება მე ვფიქრობ რომ მსჯელობისას ვლინდება ასე აი მე უფრო ასეთ ფორმულირებას მივიჩნევდი სწორად რომ კამათში იძიება ჭეშმარიტება რომელსაც ან მოიძიებდა მოიპოვებ ან ვერა ხო მე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს ჩვენი ტელეფონის ნომერი ჩვენ მრავალი გვაქვს ასე ვთქვათ სასაუბრო მაგრამ მათი აზრით საინტერესოა 5-5-7-8-5-5-8-8 ეს რადიო მსმენელთათვის მათ საყურადღებოდ და ასევე შეხსენება ჩვენს ტელემაყურებელს შევეცადოთ ვიყოთ კორექტულნი და გაუფრთხილდეთ იმ დროს რა დროც შეიძლება გამოიყენოს მომდევნო პიროვნებამ ვისაც სურს ასევე ეთერში მოხვედრა ანუ ვრცელი ასე ვთქვათ მონოლოგებისგან ეთერში თავი შევიკავოთ თუმცა კი არც ერთ სიტყვიან და ორ სიტყვიან გამოსვლას არ ველოდებით თქვენგან რაც შეეხება მიმდინარეს ასე ვთქვათ კიდევ გარე თუ შიგნით კიდევ რეზონანსირდება ეს ყოველივე რა თქმა უნდა უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ არაერთია სათქმელი მაგრამ ეხლა უცბად გამახსენდა და მრავალი შეიძლება გაგახსენდეს. ეს მოგახსენებთ. უკრაინასთან. აი მაშინ თქვი თქვენ და მე ჩემი ჩანართი იქნება. უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ეგრეთ წოდებული იშვიათი მინერალების შესახებ, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 500 მილიარდს. გარდა ამისა შედგა შეთანხმება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხში, საქმეში და ფაქტობრივად შტატები უცხადებს მხარდაჭერას უკრაინას. მოდით ზარს მოусმინოთ და შემდეგ ბრძანეთ ეთერში. ალო. გამარჯობა. გესმით ჩემი გამარჯობათ. გამარჯობათ. სამშვიდობისა რა. რატო გიხარიათ რომ აი ტრამპმა ასე თქვა და ისე თქვა რა? არა, ქალბატონო, ჩვენ არ გვიხარებთ. სიცხვილე არ არის. დავასრულებინე. ეხა ჩამოვიდა დავითაშვილი, ძალიან კარგი შედეგები და რატო გონიათ რომ ტრამპმა ასე თქვა? ესა ტრამპთან ახმობლობა გვაქვს. ნუ ნერვიულობთ თქვენ. გვეთყობა რომ ნერვიულობთ? თუ ამდენის თავი ქონდათ, შეძლიხარით პარლამენტში დავისდენ. მოგვეცით ამის უფლება ოცნების მომხრეებმა. ყველა მანდატი რომ გადაუნაწილეთ სხვა პარტიებს.
ქალბატონო არ გახვიდეთ ეთერიდან და ჯერმა არ გახვიდეთ ეთერიდან ხო გავიგე რომ მისიას ასრულებთ მაგრამ ეთერიდან არ გახვიდეთ მოგმართავთ ქალბატონს მოგმართავთ კულტურულად და კორექტულად თქვენგან განსხვავებით შეურაცხყოფის გარეშე მოგმართავთ და მომისმინეთ ისე გიცანით ხმაზე და ლექსიკაზეც გიცანით მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ ჩვენ გვანერვიულებს გეტყვით რა გვანერვიულებს თქვენ კი არა თქვენ შეიძლება ეს არც მოისმინოთ და არც შეიმეცნოთ მაგრამ მაყურებელი გვიყურებს და გვისმენს ახლა ჩვენ რაც გვანერვიულებს და გვაღელვებს არის ჩვენი ქვეყნის ბედიღბალი დღევანდელ ვითარებაში როცა წინა რეჟიმის უშუალო გაგრძელება არის დღევანდელი რეჟიმი უფრო მუქ და მკვეთრ ფერებში თორე ტრამპმა რა თქვა და ასე თქვათ იქ ორბანმა რა თქვა თუ ასე შემდეგ თქვენმა მეგობარმა ეს ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს რა მე ამის წინ სანამ თქვენ დარეკავდით და ეთერში მოხვდებოდით უნდა მოგესმინათ როგორ მოგმართეთ ყველას ვინც ეთერში ვინც ტელეეკრანთან ბრძანდებოდით რომ ჩვენ ეს კი არ გვახარებს ჩვენ რა გვანერვიულებს იმას გეუბნებით საერთოდ ამაზე გამახსენდა ერთი ფრთიანი გამონათქვამი რომ ადამიანებს ბრძნული გამონათქვამია ერთ-ერთი ის კი არ ახარებთო რაც გააჩნიათო ის ახარებთ რაც არ გააჩნიათო მეგობრებო თქვენ პასუხებთ თუ შეიძლება რა კარგი აბა ბრძანეთ მეგი პასუხებთ ქალბატონო 2016 წელი იყო ტრამპი ახალი მოსული იყო შეერთებული შტატების ხელისუფლებაში და მე მაშინ მომეცა საშუალება იმისა რომ ერთ-ერთ სადამკვირვებლო მისიას ამერიკულ სადამკვირვებლო მისიას შევხედროდი პირადად და ამ ადამიანებმა იცით რა განმიცხადეს გაოგნებულები ვართო საქართველოში არსებული მდგომარეობითო იმიტომ რომ მაშინდელი ხელისუფლების ქართული ოცნების შეფასებით ყველაფერი არის ძალიან კარგადო იდეალურადო და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილესო საშინელი გაჭირვება არისო საშინლად იხარჯება ის გრანტები რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოს აძლევსო და 2016 წელს ტრამპის განკარგულებით გრანტების მიცემა საქართველოს შეუჩერდა აი ამის თქმა მინდოდა თქვენ კი ბატონო ზარია ეთერში მოგბრძანდით აბა გისმენთ გამარჯობა კი ბატონო გამარჯობათ გისმენთ გამარჯობათ ეთერში ვარ ეთერში ბრძანდებით დიახ გისმენთ გამარჯობათ გაგიმარჯობთ დასულ კითხვასთან დაკავშირებით დიახ მინდა გითხრათ ასეთი ფილოსოფიური კანონი არის რაოდენობრივობის თვისობრიობაში გადასვლა ეს ნიშნავს რომ რაც მეტი შემოვა ემიგრანტი რაც მეტი იქნება აქ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიცვლება ჩვენი მენტალიტეტი შეიცვლება ჩვენი ეროვნულობა შეიცვლება ჩვენი გენეტიკა შეიცვლება და მე ვიტყვი რომ ეს არის კატასტროფა დიახ სრულიად გეთანხმებით ბატონო ჩემო დიდი მადლობა კიდევ ხომ არ გსურთ დამატება რაიმის მე რა უნდა გითხრათ გაიხარეთ არა მე მინდა რომ ეხლავე თორნიკე ეს თქვენს წინ ვინც დარეკა იმას ძალიან მოსწონს მან მოგისმინოთ თქვენს წინ ვინც დარეკა რომ მოსწონს რომ ეს შემოდის ავღანელი პაკისტანელი ირანელი ხო აი და ჩვენს მაგივრად და რა განერვიულებთო მე რა განერვიულებთო არა უშავს მე ჩვენ მადლობა იმ ქალბატონსაც გადაუხადოთ მან რაკნას სხვაგვარად ფან-კლუბის წევრია იცით რა არის აი ლიბერალებს ძალიან ხშირად ამ ფსევდოლიბერალებს მე ესე ვიტყოდი ძალიან ხშირად მოყავთ არგუმენტი რომ თურმე დავით აღმაშენებელმა 40000 ყივჩაღი ჩამოასახლა საქართველოში. დავით აღმაშენებელს ისინი ერთ ლოკალურ წერტილში არ დაუსახლებია რა და არ გამრავლებულები. კი ბატონო, მან ის სხვადასხვა წერტილებში დაასახლა. დიახ, ზარია ეთერში მოგზანდით გისმენთ. მოგესალმებით, ხოროთუნან გაწუხებ. გამარჯობა, მესალმებით. უკმაყოფილი ვარ კაცო რესპონდენტები რომ შემოდიან და უთმაწური სიტყვები მე თქვენგან ეთი ასეთი რაღაც ტენდენციური უთმაწური არ გამიგია ეს თქვენ და საკეთილო და თქვენ და სასაკეთად ვიღოდი ამას. პირველ რიგში ჩვენს თავს სტრატეს. რაც ეხება თქვენდელი სასამართლოს უყურე და ეთი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და მე ვთანხმები ახლა თქვენ როგორ ესახმები მე არ ვიცი მაგრამ ატრიაქს ვიმართა იქნებ ვინმე წარმომადგენელი გამოაგზავნოს სასამართლოში. ეს ხო არ არის გაჭირვება. კაცო, სააკაშვილის დროს ხმას არ იქნებდა არავინ 40 ეპარქია იყო და კიდო ჯიდი აჩუკა სააკაშვილმა.
ხმას არიგებენ. ბიზნეს რომ მოდიოდა რომ დაწმუნდნენ რომ всё განსხვავია ბიზნეს ციხის კადრები ესე ადრესა აჯასი მეშობით მოხდა ყველაფერი დეტალში ვიცი ხო და მე რომ დაწმუნე მე გამოვიდა აბსოლუტურ უბრალესობას იმოძღოდა დაანებებ იმ წის სროლას და რაღაც შიდობიანი მისია ხო შეუძლია კაცო სოციალური არიან ის ახალგაზრდები ჩადრექსმენტი 18 19 20 რა უნდა ნახოთ მაგრამ ამხელა ჯარიმები ზოგი ციხეების ხუთრიანი ექვსიანი არის მე ყოველთვის ლაპარაკობ და ახლაც ლაპარაკობ ამაში პატრიარქოს თავისი წვლილი აბსოლუტურად არ აქვს შეტანილი იმ საწყენი იყოს თქვენთვის და გინდა რა ამა თუ გინდა ცალკე საუბრებში და გინდა ვისაც გინდა როგორც გინდა ჩემი ტელეფონი გასაგებია ბატონო ჩემო დიდი მადლობა ზარისათვის მე მინდა გითხრათ ჩემო კარგო რომ რაც შეეხება საპატრიარქოს რაც შეეხება დედა ეკლესიას მის ქადაგებას არა მხოლოდ ეპისტოლარულს საერთოდ მამების ქადაგებას და ღვაწლს შეუფასებელს და გამოუთქმელს მე არ მივდივარ ახლა ლაბირინთებში ისტორიისა თუნდაც დღევანდელობაში რომ კონკრეტულად აბსოლუტურად არაფერი არ დაუკლია საპატრიარქოს მე არ ვამბობ ახლა დღეს მიმდინარე მოვლენებს მოდით სხვა კუთხით შევხედოთ დღეს მიმდინარე მოვლენები როცა მართლა ბევრი ადამიანი აი n რაოდენობით 90% მართლა ტყუილ უბრალოდ არის დაკავებული უსამართლოდ და მართლა ამაძრზენია ეს პოლიტიკა რაც პენიტენციურად და აი ძალოვნების მიერ არის გამოხატული გნებავთ ქუჩაში გნებავთ იზოლატორში და გნებავთ სასამართლო სისტემებში გეთანხმებით კი ბატონო მაგრამ როგორ გეჩვენებათ ეს ფაქტი ნორმალურია როცა ერთი გუნდის წევრებს იმ გუნდის წარმომადგენლები ბოლომდე სოლიდარობას არ უცხადებენ და 30 ვერცხლად იყიდებიან როგორ მიგაჩნიათ მათ მიმართ მიკედლებულ სხვადასხვა პოლიტიკანურ ძალებს ზოგს არჩევნებში მონაწილეობა სურს ზოგი რბილად ზოგი აშკარად აპრავებს ეს სლენგია მაგრამ ოცნების ენაა და იყოს ასე დავტოვოთ ბოდიშს არ მოვიხდი როგორ მიგაჩნიათ კიდევ ბევრი რამ სადაც ერთი პირი ერთი სული ერთი სიტყვა არ არის საპატრიარქო ჩვენთვის ლოცულობს შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი არის ღვთისათვისო ბატონო ჩემო და არასდროს არ დაუკლია მას მეცადინეობა არასდროს დაუკლია ჩვენი დამოძღვრა და რა თქმა უნდა ამოღებული ხმალი ყოფილა სულიერების დასაცავად და ეთყობა ჩემო კეთილო ჯერ ხეს ის ჟამი არ არის რომ ჯერ ხეს უმტკივნეულოდ ავაძროთ კანი თუმცა ეს ჟამიც ძალზედ მალე მოაწევს ზარია ეთერში მობრძანდით გისმენთ ალო გისმენთ გამარჯობათ ალო გამარჯობათ ერთი რამ მინდა გითხრათ რა ბრძანეთ მე ვარ თქვენი ხარგამჭერი ობიექტივის Короче, აღარ მინდა რომ ტელევიზორი ჩავთვალა. დავიღალე. მაო იქით ნაცია კეთკოჩი. ერთი დედაც მოვყვა და მე უკაცრავად თუ შეიძლება აი ტექნიკურმა სამსახურმა გათიშა თუ კორექტულად გავაგრძელებთ, კარგი იქნება და პირად საუბრებში რო ვიყოთ მოგისმენდით კი ბატონო. აი ზარია კლავ ეთერში. და მოგზანდით გისმენთ. გამარჯობა თქვენ ჭეშმარიტად ახსნა. ჭეშმარიტად გილოცავთ. ბრავო. მალე გიორგობა მოდის. დიახ ბატონო ჩემო. გიორგობა გიორგი მაგრამ გაიმარჯვა. აი ისეთი გამარჯობა თანდათან საფრთხე ვერ. გენაცვალეთ სიტყვაში. გისმენოთ უფალმა. აი то თავის დროზე დიახონტახუნტიან განაცხადა. ცუდად ისმის ხმა იქნებ მე აფასე მიზიხნი დავენცინთობებითო ამიტომ აფასეთი არ უნდა განაცხადო მაგრამ დავარდა ეს ფაქტია დაიწყოს დროი მაგრამ დიახონტან როდი დავიბრუნეთ ამასო ამისათვის არის აუცილებელია საჭირო
დიდი დავითქმევა ჩვენ აფხაზეთის ტელევიზია ქონდა თბილისში აფხაზეთის გაზეთი ქონდა თბილისში ყველაფერი დაგიხურეთ მარშანია ზოგი საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დაბეული რაოდენობა დეპუტატები დაიჭირა ის დაგვიბრძანეს და ვენ რაც უნდა დასრულეთ იმას და მომედივარ იმისი რომ უკანონო ხელისუფლება გასაცდია დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება იბრძანებს და იმას აკეთებს ყველა ამიტომ საჭიროა ძალისხმევა რომ შეისწავლოთ კარგად კონხური პორტის იდეოლოგია შეისწავლოთ კარგად აფხაზური ოდის იდეოლოგია და აი ამ იდეოლოგიის უნდა ვიაროთ წინ დაგეციანდეს გაგახაროთ უფალმა მადლობა ზარისათვის თორნიკე ხომ არ გსურდა რა იმის თქმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით მსურდა განცხადების გაკეთება დედა ეკლესია ყოველთვის დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა ქართველი ერი გადარჩეს და წინ გაუძღვეს მას ამ ბრძოლაში და ამ პროცესში რაც შეეხება აფხაზეთს მე პირადად აფხაზეთიდან ვარ ჩემი მამა პაპა გუდაუთიდან იყვნენ გუდაუთაში მცხოვრები რაჭველები იყვნენ თქვენ მართლაც ბრძანებთ საჭიროა დიდი ძალისხმევა იმისათვის რათა აფხაზეთი დავიბრუნოთ აფხაზეთს ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ პირობებში როცა საქართველოს ეყოლება ეროვნული ხელისუფლება რომელიც ზუსტადაც რომ გააგრძელებს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოშტავას გზას გულისხმობ იმას რომ ეროვნულ ინტერესებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე მაღლა და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში როდესაც ჩვენ გვექნება ძალიან გონერული და მოქნილი დიპლომატია მართალი ბრძანდები ზარია ეთერში მობრძანდით გისმენთ საღამოშვიდობისა თუ კარგად ისმის ჩემი ხმა კარგად ისმის გენაც ეხლა რა ხდება იცი აი ძალიან დიდ პატივს აუწევს სამეგო იმას სამეგრელოს მე ფშაველი კაცი ვარ კელავში გაზრდილე ძალიან დიდი სიაზი მაქვს ძალიან მიყვარს მით უმეტეს სალენჯი ხარ დიახ თელი სამეგრელო აი ხლა TikTok-ში შევდივარ და აი ჩვენ სუსტად ზინავს გამიგე თუ ეს უკვე ვიცით ერთი მეორეში სპორობენ ჩამოდი ბიჭო ერთი საქართველოში გადმოდი შენი მეგრელიო და მე ისე უნდა ვარო ვინ არის მეგრელების დედაო ეს მეგრელებს კი არა რაცხავენ ერთად შორის გახურება ვისაც უნდა და რატო ამას სუსი არ აკონტროლებს რატო TikTok-ის პლატფორმა ზოგადად ძალიან უკონტროლო არის საუბედუროდ და მე ძალიან არ მომწონს ეს პლატფორმა, იმიტომ რომ ეს პლატფორმა შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ყნის ერს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას. სუსი არა ხან კახელებს ამალყავენ, ხან იმერლებს, აი შეგნებულად ის ხო გაისაკუთრეს ყარაბაღი ხო გაცვალეს. აფხაზეთში. გასაგებია. არც არის აი სადგელაპარაკებით გამიგეთ? დიახ. ეს ვინ არის ეს გარგადაკეთებულები ვერ უნდა ამოვიხოთ კაცო ერთი რამ მინდა გითხრათ ჯერ მადლობა ზარისათვის ანალოგიური შემთხვევა შესაძლოა მოხდეს საქართველოს ყველა ამ დალოცვილი მიწაწყლის ყველა კუთხე კუნჭულში ოღონდ მე მინდა გითხრათ რომ ასეთი ლექსიკის ასეთი მიდგომის და სიტყვა პასუხის ადამიანები კახეთში მყოფები თუნდაც და კახეთის კახელის სახელით თქმელნი არც კახელები არიან არც ის მეგრელები არიან მეგრელები და არც ის რაჭველები იქნებიან და იმერლები იმ კუთხის ჭეშმარიტი შვილები აქ საუბარი ბილდსიტყვაობაზე კი არაა მხოლოდ აქ თქვენ ბრძანეთ სუსი რას აკეთებსო როგორ ვერ აბალანსებს თუ აკონტროლებს კი არა აკონტროლებს ხშირად აკულტივირებს სუსი ხშირ შემთხვევაში აქ იმდენი ასე ვთქვათ ქვეყნის ინტერესი იხლართება ჩვენს ქვეყანაში რომ სუსი ხშირ შემთხვევაში მათი ინტერესების გამტარებელი ყოფილა ესეც მინდა გითხრა და ეხლა ამ შემთხვევაში მათ ყავთ მთავარმართებელი პრივატიზირებულია ეს სფერო სასამართლოსთან ერთად ვიცით ვიზია საუბარი ხომ ესეა ძალიან ცუდია მაგრამ TikTok-ი დავეთანხმები თორნიკეს პავლე მოციქული ბრძანებს ჩემო კეთილო ჟამი მოივაჭრეთო
TikTok-ი ჩაგივარდა ხელში რამე ასე ვთქვათ ინტერნეტთან წვდომა გაქვს გამოიყენე უფრო სათნოთ გამოიყენე უფრო მეტად თქვენ კი არ გეხებათ ეს ყველა ზოგადად გამოიყენე უფრო პროდუქტიულად უფრო მოყვასისთვის და ასე შემსაქვეყნოთ იქ იმ ფუტკარს დავემგვანოთ ზოგჯერ რომელმაც არ იცის ის მყრალი სურნელი თუ მყრალი სუნი სად მდებარეობს და მხოლოდ კეთილსურნელოვან ყვავილებს ჩამოგითვლის რომ მკითხო და არ იცის სიმყრალე სად არის ზოგჯერ ამასაც უნდა დავემგვანოთ ადამიანები რამე თუ ყურის თავისი შეგუებითი ეფექტები აქვს და თან ადამიანი შთაგონებითი არსებაა ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი გაცილებით მოწყვლადი გახდა ძალზედ მავნე ინფორმაციული მე ვიტყოდი ინექციებისაგან ზარია ეთერში შემოგზავნით ჭეშმარიტად აღდგა ეს არ მინდოდა ეს ინფორმაცია ძალიან ხო გამართალეთ რა ეს ინფორმაცია არ მინდოდა გამიწერებინა მაგრამ ძალიან ხო მომისმინე გამოვიდა мама ელისბარი ოფისბილი ქართულების ეკლესიაში როცა ეკლესიას უწევდა ეს ახალგაზრდობა აი ამ აქციებზე და ქვას ნუ ქვა არ აიღო გეუსრა მამაო უნეტანი მამაო რაღაც დაუხარ მინერვა ნუ მან დევენსიკეთემა კაც მეო მისმერე ერთი გაკეთებული ხდება გულის ოპერაცია მათ მეორე გაუგებთ ეხლა მესამე წუთდება ისე ხელში ჩაახეს ამ ხელისათვის მაბატეთ ერთი წუთით შეგეკითხებით და ცოტა იცით აი ცუდად ისმის თქვენი ხმა ქალბატონო ორ ხმაში ნუ ვისაუბრებთ რა ცუდად ისმის თქვენი ხმა და ცოტა დააკორექტირეთ რაც შეგეძლებათ და იქ ჩაგეკითხებით რომ აი ქვა არ აიღო мама ელისბარმა თუ რა ბძანეთ დიახ მას როცა ცოტა მოკლედ შეიძლება როცა ქვეყოდნენ ახალგაზრდები мама ელისბარი გამოვიდა და დაიწყო ნუ ბუნებრივია აბა რა სიტყვა მომიტინგეებზე საუბარი კი ბატონო და თოც არ დავუპასუხის გარეშე როდის დაუჯეროთ ეკლესიას გასაგებია როდის დაუჯეროთ დედა ეკლესიასო ამას ბძანებს თუ აი ძალიან ცუდა დიდი მადლობა ქალბატონო ჩვენ რაღაცა დასკვნა გამოვიტანეთ ცუდად ისმოდა ხმა აი ბძანეთ თორნიკე ოთარი რაც შეეხება მომიტინგეების მხრიდან ძალის გადამეტებას და ფეიერვერკების როლას პარლამენტის შენობის მისამართით რა თქმა უნდა ამას ჩვენ ვაპროტესტებთ ყველანაირად მაგრამ ამავდროულად ვაპროტესტებთ იმ ზღვარგადასულ ძალადობას რომელიც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში და არ შეიძლება იმის თქმა რომ იქ იმ აქციებზე მდგომი ხალხის უმრავლესობა არის ნაციონალური მოძრაობის მომხრე იქ არის ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი ვისაც აქვს თავისი დამოუკიდებელი საღი აზრი და იბრძვის ამ საღი აზრის ასე ვთქვათ დამკვიდრებისთვის თორნიკე ყველა უპარტიული თუ არაპარტიული ჯერ პირველ რიგში არის ადამიანი შენ თმენის ვალდებულება რომ გაქვს და ძალოვანს წარმოადგენ საჩვენებელი დარბევა რომ უაწყვე და სისხლის კალო დააყენე ეს შემთხვევით არ მომხდარა ადამიანს სჭირდება ადამიანური მიმართება და იქ ეხლა ის თუ ჩვენ გავაპროტესტეთ ჩვენ ამ ყოველივეს გმობთ ხომ ესეა ოთარ გმობთ რაც დღემდე გრძელდება დაგვიმატებენ პროდიუსერი ტექნიკური ჯგუფი 2 წუთს ბატონო ოთარ გაახერხეთ სიუჟეტი და იქ არაფერი საგანგაშო არ ყოფილა უბრალოდ мама ელისბარმა თხოვა დაშლილიყვნენ იქ არ იყო ამ დროს შეტაკება ეს მოხდა დღისით და უთხრა რომ არჩევნები არ გაყალბებულაო ნუ ახლა ეთყობა რომ მამაო ტენდენციურია და ქართული ოცნების მხარეს არის ნუ ეს გამოჩნდა ამ სიუჟეტში ყოველ შემთხვევაში მაგრამ ეს პოზიცია არის მცდარი ახლა ვინც არ უნდა თქვას რომ არჩევნები არ გაყალბებულ მე პირადად არ დავიჯერებ ხო წმენა დაჯერებაშია და ნანახი გვაქვს ეს ბევრი ფაქტი და ვერც
ვერავინ ვერ შემაცვლევიებს ეხა მე აზრს ყოველ კი ბატონო, აი რაც არ უნდა ჩანერგო. თორე იქ რო რაღაც ხმამაღალი საუბარი ყოფილიყო, ან რაღაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებიოთ ან მამაოსთვის, ან მამაოს დემონსტრანტებისთვის, ესეთი რამ არ ყოფილა. მე ვიტყვი ფაქტების კონსტატაციას ძალიან მოკლედ. ჩანერგილებიდან და ჩვენ ვიცით ვინ ნერგავს, სად ნერგავს, ვისაც ბერკეტები და სახელოები გააჩნია სახელისუფლებო. პატივცემული ოფიციოზისგან ჩანერგილი ადამიანები არაერთი იყო იქ, რომ ის ემოქმედათ, რათა შემდეგ ის სისხლის კალო და ის ბენეფისი ბჭყალებში მათ მოეწყოთ. ძალმომრეობა და მართლა ძვლებში დამტვრევა საზოგადოების. მე ვიტყოდი საზოგადოების, რადგან საზოგადოებაა ჩვენი მომავალი თაობა და კონსტატაცია ფაქტებისა რაზე მეტყველებს, რომ 2-3% არ არის იმ ჩანერგილთაგან დაკავებული. და ამას კიდე ვერავინ ვერ გაიგებს. რამე თუ მრავალი ადამიანისგან ვიცი, რომ ისინი ვინც ძალიან ხისტი მოქმედებით გამოირჩეოდნენ, უმალკრებოდნენ და ეს მერე დომინოს პრინციპია, კარგად ვიციხოთ, ხომ? იქ რეალურად უკვე მშვიდობის მყოფელი მართლა მხარეს რომ არ წარმოადგენდა ენერგიით სავსე, ადრენალინით სავსე ახალგაზრდები, რა თქმა უნდა გამოიწვიეს. და გამოიწვიეს და განამწესეს მერეს მიზანმიმართული სცენები იყო თორნიკე დამეთანხმებით ალბათ მეგობრებო 19 წამი დაგვრჩა როგორც გვატყობინებენ და დიდი მადლობა უფალს დიდი მადლობა ტექნიკურ ჯგუფს ტელემაყურებლებს განურჩევლა ზარების შინაარსისა და უკეთესი ხვალინდელი დღე მოგცეთ უფალმა ღმერთმა ამინ კარგად ბრძანდებოდეთ კარგად ბრძანდებოდეთ